იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის ჩვენი ყოველდღიური გადაცემა 4-15 წუთი ლიკუნა ბირთველიშვილთან ერთად და მე მისი ახალი წამყვანი ციაკო ფიფია გახლავართ. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ემოციური პოეზიის ფუძემდებელი, ქართული თანამედროვე პოეზიის კეისარი ვასილ ემოციური. მოგესალმებით ბატონო ვასილ და ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და რა ვიცი, ყველაფერი ისე არის როგორც ჩვენს პოეტებს ჩვენის. ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ. ბატონო ვასილ, ეს ბატონი ვინ არის თქვენთან ერთად? ეს ადამიანი უბრალოდ მეხმარება უბრალოდ ლექს, ჩემი ლექსები ემოციური ლექსებია და ამ ემოციის ამონთხევაში, გადმონთხევაში და აი მთელი ფეხებიდან რომ დაიწყოს და ამოვიდეს და ყურებიდან გამოასხას. აი ამაში მეხმარება. ხო, ცოტა დავიძაბე, ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ ნუ არა უშავს, ალბათ მიხვდები, ხო? აი ციაკო, ეხლა აგიხსნით. ეს ლექსი არის მაგალითად დაწერილი 8 მარტს მანდილოსნებზე. სასიამოვნოა. როცა ქუჩაში მიდიხარ ღამით და რესტორანში გაწეხი ჭამით, თუ აგეკიდა ვიღაცა ბაწანა, ოდნა ვიხრები და კუჩი გაცანა. ვაიმე, რას აკეთებთ? ვაიმე, ძალიან არ მომწონს ბატონო ვასილ. ბრაცანა! ბატონო ვასილ, ძალიან გთხოვთ რა. კუჩი გაცანა! პროდიუსერი, გაცანა! რეიტინგი, კარგით. კი ბატონო. ისა არ შემიძლია უბრალოდ რომ არ ვიკითხო. თქვენ როგორ ხართ? კარგად, კაცო, როგორ უნდა შენივით. ეს არის ჩემი სამსახური, ასე მოხდა. ანუ ცოტა ვერ მივხვდი ბატონო, ცოტა რომ ჩავშალოთ თემა. ანუ ამაში ვეხმარები ბატონო ვასოს ემოციების გამოფრქვევა ხო უწევს და მე ვიღებ ჩემს თავზე ამ ემოციებს. ცოტა რაღაცა მკურნალობა კი მივიდება ხოლმე. სხვათა შორის ბატონო ვასომ დაზღვევა გამიკეთა, მთლიანად ფარავს ამ ხარჯებს მკურნალობისას. ეხლა მაგალითად ტრავმატოლოგიური შემოწმება გავიარე. კატეს ვიღებ ხოლმე კვირაში 3-4 ჯერ. ცოტა რადიაცია მაქვს ორგანიზმში. რადიაცია ურანი ვაჭამე. მაგრამ მადლობა ღმერთს რომ თავში არაფერი არ აქვს. ანუ კარგად ხართ ხო? შენივრად, კი. როგორც ხედავ ძალიან კარგად გამოიყურება ბატონი. მაშინ რა გაიწყო? გავაგზელე ბაში ქალბატონო ციაკო ლექსები. მომაწვა უკვე ყურებიდან გაასხა ლექსმა. შეუდარებელია. დავიწყოთ. დამეხმარე. ქუჩაში, მტვერში წაიცა ბავშვი. წამოაყენე. ვაიმე, ეს ბატონო ვასილ ძალიან გთხოვთ რა. ძალიან არ მომწონს აი ესეთი უხეშობა, ძალიან. არა, ეს უხეშობა არა, ეს უბრალოდ ლექსი ამბობს თვითონ ამას. წამოაყენე. ნახში. ხო ძის. არა, არ იფიქროთ თქვენ ქალბატონო რომ ეს ზალადობა არის, ეს ზალადობა იქნებოდა რომ უბრალოდ რომ ცემდეს, თორე ლექსთან ერთად ეს არის ხელოვნება. ხო. რას მზად? კი ბატონო. როგორც ხედავ ჩვენი ბატონი ძალიან კარგად არის მეგობრებო. ისე მომზადებული ხართ ბატონო ვასილ, მომბრძანებული, ნახეთ როგორიც ვამსხვილი, ისეთი პუტკუნა ბიჭი აგირჩევიათ არა? დიახ მართალი ხარ. არა, რას ზარეთ? მე 45 კილო ვარ. ეს შეშუპებები არის. ბატონო? პოეზიის საღამოები მიეწყო ამ დღეებში და შეშუპებები მაქვს რა. თორე ისე 45 კილოა. დიახ, მართალს ამბობს. სხვათა შორის მინდა გითხრათ ქალბატონო ციაკო რომ მე მყავდა სხვა ასე ვთქვათ დამხმარე, უბრალოდ ფილარმონიაში 2 საათიანი პოეზიის კონცერტი მქონდა და ფიზიკურად ვერ გაუძლო და იქვე წამექცა მუზასთან. წაიქცა. გასაგებია და ძალიან სასიამოვნოა. მოდი გავაგზელო თუ შეიძლება. ანუ ახალი ლექსი გნებავთ. დიახ. ლექსი მჭირდება გოგონას დახმარება. შეგიძლია გოგო მიშოვო? მე ვიქნები ბატონო ვასილ, მაგრამ თქვენ ხომ არ შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ? უარი არ მითხრა ძალიან თქო, როცა პოეტს მოაწვევა ლექსმა უნდა თქოს. დაეთქოს. თქოს? ფეხზე წამოვდგე ბატონო ვასილ. ჯობია. არ არის პრობლემა. სასიამოვნოა.
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ სხვას თუ არ შეგებრალები და მისხოვდები სხვას ამოგიღებ ხერხემლიდან მალებს და ძვალს აი მე რა ხდება? გადაგპარ სამცხელი ბრიტვით აგიყორტნით მას ლამასტანზე გადაგასხავ მოთუხ ეწყალს ამოხჩიჩქნი მოღალატე მაგნაფერებ თუში ვაიმე არაჩვეულებრივი იყო. ზღვისფერი გვაქვს თვალები და თავად გავხარ. ბრავო. შემიძლია ხელმეორე წაგიკითხოთ. არა, ბრძანდებოდეთ ბატონო ვასილ, ბრძანდებოდეთ. რა ხდება ჩემს გადაცემაში? ხედავთ? რა ხდება ჩემს გადაცემაში? ხედავთ? დააკვირდით. უყურეთ? კარგად დააკვირდით. დიახ. დიახ, ეს იყო ნამდვილი ხელოვნება, იცით? მე ასეთი ამ ხელა ემოციით წაკითხული ლექსი არასდროს მინახავს. მართლაც რომ ბრავო. სხვათა შორის მინდა გითხრათ ქალბატონო ციაკო რომ ერთი კრებული რომლის ესე თქვათ გამოცემას ვაპირებ მაქვს ესე იგი პირიქით ლექსები პირიქით ლექსები ეს როგორ ბატონო? აი პირიქით აი სათაურებს გეტყვი და თქვენ მიხვდებით ესე იგი კი ბატონო. მაგალითად ქუდი ვარ და კაცი მხურავს ანუ ქუდი ვარ და კაცი მხურავს პირიქით მიხვდით ხო? რა თქმა უნდა. ხმალი დავბლაგოთ ქართველებო ხმალი დავბლაგოთ ასეთი საყვარლის საფრავს ვიპოვე ესეთი მაქვს საყვარლის საფრავს ვიპოვე თან კაი კოკორს ვარდი გაიფურჩქნა ესეთი ვაუ სხვათა შორის ერთი პოემაც არის მინდა გითხრათ ტყავის ვეფხოსანი სხვათა შორის ეხლა ბატონმა რობიკომ დადგა ჩემი ხელმძღვანელობით და ფურორი მოახდინა აი თქვენ ვერ წარმოგიდგენთ ფურორი ხალხი ფეხზე იდგა ფურორი იყო მართლაც რომ დიახ წერ ასე ვთქვათ პენსიონერებზეც მოხუცებულებზეც რას ამბობ დიახ გთხოვთ დავიწყო რა თქმა უნდა ბრძანეთ ბატონო ვასილ ბანკომატიდან მინდოდა თანხის უეცრად გატანა რიგში ჩავდექი ჩემს სიდგას ვიღაც მოხუცი სატანო პენსიონერი ბებოა დაბალი შუშის თვალება ნელაკეთებს ყველაფერს და არსად არ ეჩქარება მისი რიგი რომ მოვიდა ბანკომატს მიუახლოვდა 40 წუთი ეძებდა საცადო არც კი ახსოვდა როცა იპოვა ბარათი ჩანთა იქვე ძირს მიაგდო დიდი ხანია უმიზნებს სად ჩადოს ვეღარ მიაგნო აი მე ასეთ დაზე მიაგნო ბანკომატი აქვს ბარათს მოწმული მაგრამ ამჯერად პინკოს დაეძებს მომეცი ვნახო ეგ დედამო მომეცი ვნახო ეგ დედამო გთხოვთ არ გინდა ჯანგთხოვთ არ გინდათ რა ძალადობას გმობთ ჩვენ ბატონო თქვენ ხომ კარგად კარგად მშვენივრად ეს შესახოვა თუ არ მე მისასვლელი თავიდან და დანარჩენი იდეალურად შეიძლება აქ ცოტა რაღაც რა უშავს ძალიან კარგი ბატონო ვასილ თუ გაქვთ რომელიმე ლექსი რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ მაქვს ჩემი უსაყვარლესი ლექსი დიახ რა თქმა უნდა არის უბრალოდ მაყურებელს მინდა მიმართო რომელ კამერაში აი ამ კამერაში მიმართო რომ ბავშვები მოარიდეთ ეკრანებს თინეიჯერები 40 წლამდე ასაკის ქალვაჟები საერთოდ სუსტი გულის და რა ვიცი ყველა ვისაც სუსტი გული მოერიდე
მოერიდე მთლიანად ეკრანს ვინაიდან რადგანაც თუ შეიძლება რომ ეს ლექსი არ გაიმეოროთ სახლში არავინ გამორთეს საერთოდ ტელევიზორი და ისე მომისმინეთ. დიახ ბრძანეთ. ადექი ვაიმე რატო? მოტრიალდი. აი ესე დაჯექი. ორივე ფეხით. ეს ლექსი არის ქალბატონო ციაკო თავდაცვაზე. თავი როგორ დავიცვათ? დიახ. აუპ. დავიცვათ. არ მომკლათ. თუ კი ქუჩაში დაგხვდება ქურდი და თუ სახეზეც ახურავს ქუდი თანაც თუ ხელში უჭირავს ხერხი ჯერ პირველ რიგში გათიშე ფეხი გათიშე ფეხი თუ წარმოიღო გაშლილი წიხლი გვერდიდან შედი მოუსპე ღვიძლი თუ ამის მერეც ასწია ხელი გვერდიდან ხლაწად მოვაშინელი შეხედე მაინც თუ დგას სული სამიზნედ ცადე პირდაპირ გული სახეში ხელი გაარტყი ნაზად ზურგიდან კისერზე შეახტი სწრაფად საუკეთესო არის ყველაზე თუ კი დაიჭერ მახჩო მელაზე ბრავო აი ამ ხიარულ ნოტაზე ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ეს არის გადაცემა 4:15 წუთი ლიკუნა ბირთველიშვილთან ერთად მე კი მისი წამყვანი ციაკო ფიფია გახლავართ მადლობა ყურადღებისთვის გემშვიდობებით იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.